მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგეფეროთ და აი ეს დღეები რაღაც სიყვარულის დღეები, რომელიც ღმერთმა საქართველოს მოუწყო, თითოეულ ქართველს მოუწყო, რომელიც ისტორიაში დარჩება როგორც ნამდვილი სიყვარულის დღეები, როგორც ერთიანობის, ჩახუტების, მოფერების და იმის დღეები, რომ სიყვარული ყველაფერზე მეტია და ჩვენმა გულთბილმა, საყვარელმა, გულღუნღულა პატრიარქმა მთელ სამყაროს რომ დაანახა, რომ სიწმინდის, სიყვარულის ფასი დედამიწის ზურგზე არაფერი არ არის და აი ამ სიყვარულით მთელი საქართველო გააერთიანა. 93 წელი შრომაში, ღვაწლში, დაუღალავ ლოცვაში გაატარა და აი შედეგი სახეზეა. იცით თქვენ რომ მრავალი მოწინააღმდეგეც ყავდა, მრავალი ცილიც დასწამეს, მრავალი წინააღმდეგობაც ჰქონდა თავისი ცხოვრების განმავლობაში და ეს იყო კაცი, რომელიც მთელი თავის ცხოვრება, რასაც ღმერთი გვასწავლის და სახარება გვასწავლის, იმ პრინციპით იცხოვრა და მთელ სამყაროს დაანახა, რომ სიყვარულით შეიძლება ყველაფრის ძლევა და სიყვარულით შეიძლება შეუძლებელი ესე იგი სიყვარულის დიდი საქმეების კეთება და მართლაც გულწრფელად გეტყვით, რომ ეს გუშინდელი დღე და ეს დღეები 4-5 დღე საქართველოში იყო რაღაც ღაპრული დღეები, 6-4-ის დღეები, მარადისობის დღეები და მე გულწრფელად გეტყვით, რომ ალბათ ჩვენ იმ ხალხს დაგვიძახებენ სამომავლოდ და თქვენ იმ ხალხს, ვინც შევესწარით აი ამ დღეს. და ძალიან ბევრი მონაწილენიც კი იყავით, დარწმუნებული ვარ, რომ გულით, სულით, იტკივილეთ კიდეც და დღესაც გულში, სულში პატრიარქი ცოცხლად აკავთ და მე აი ამ მითიურ ღვთაებრივ ზღაპარს, ზღაპრისთვის, რომელიც საქართველოს ღმერთმა ესე ლამაზად 21 საუკუნეში მოუმზადა, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ჩვენ ვართ ბედნიერი ხალხი, ბედნიერი ქართველები, რომ აი ეს საქართველოში მოხდა ეს დიდი მარადისობის დღესასწაული და თითოეული ქართველი არის მონაწილე ამ დიდი სიყვარულის დღესასწაულის. ეხლა კი პატრიარქმა რაც დაგვიბარა, მე აი კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ხელში მიწირავს ეთიკის წიგნი, რომელსაც ეხლა ჩვენ გავდივართ და პატრიარქის საპატივსაცემულოდ, აი ეს არის ბოლო წიგნი, რომელიც ჩვენ სტუდია გუთანმა გამოსცა და პატრიარქის სიტყვებია წინ წამძღვარებული და მოდი ამით დავიწყოთ და კიდევ ერთხელ ამით რომ გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული პატრიარქისადმი. ნახეთ რა აქვს უწმინდეს თვითონ დაწერილი. ჩემი დიდი ხსნის მოცნებაა სკოლაში იყოს ანალიტიკური აზროვნების კურსი, რათა მოზარდი თაობა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს განშის და სწორი ნაბიჯების გადათქმას, განშას და სწორი ნაბიჯების გადათქმას. ფიქრობ აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც ძირითადად აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს, როგორც სხვა საგნები, მაგალითად ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა, მათემატიკა და სხვა, რათა მომავალი თაობა მოამზადოს ცხოვრებისათვის. იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან. აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესები, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული. აი ეს არის ამონარიდი მისი ერთ-ერთი ეპისტოლიდან და ჩვენ ამ წიგნში თავი მოუყარეთ ზუსტად ამ სწავლებას და ეხლა ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი 8-ვე სახელმძღვანელო დაფუძნებულია პატრიარქის ბოძებული ქართული იდეით, რომელიც მოიცავს ღირებულებათა ღერთს, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეხლა კი ჩემო ძვირფასებო, მიუყვეთ და რიგით ჩვენ მე-18 გასაკვეთი უნდა ვისაუბროთ დღეს. გახსოვთ წინაზე ვთქვით ჩვენ, რომ ეს გაკვეთილი ვერ ჩავიწერეთ, ამიტომ მოგვიწევს კიდევ ერთხელ ამის ერთგვარი გამეორება. ვიცი რომ თქვენ მიიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ვიცი რომ
ძალიან ყურადღებით ისმენ და თავისუფლად შეგიძლიათ თქვენ ამ თემების გაშლა. ამიტომ დღეს ორ თემაზე მინდა ვისაუბროთ. პირველი არის ფერის ცვალება. ეხლა დაუკვირდით რა საინტერესო თემა არის. იესო ქრისტე ჩვენ ყველას გვაძლევს მაგალითს, რაღაცა ცხოვრებისეულს რაღაცას მოხდება და მე ეს ჩვენ როგორ უნდა გადმოვიტანოთ თანამედროვე ცხოვრებაში. ეხლა ნახეთ იქ რა მოხდა. წაიყვანა 3 მოციქული, მივიდა ერთგან და აქ დამელოდეთო. წავიდა და დაიწყო ლოცვა და უცბად მოხდა სასწაული. 2 დიდი წინასწარმეტყველი ზეციდან გამოეცხადათ და ამ დროს იესო ქრისტეს სახე ხო იყო ადამიანური და გახდა ღვთაებრივი. ანუ მან ფერი იცვალა, ანუ მისი სახე გაფრწყინდა, სამოსი განსპეტაკდა. ესე იგი მიიღო სინამდვილეში როგორიც არის გაფრწყინებული ღმერთი ისეთი სახე და მოციქულები თვალს ვეღარ უსწორებდნენ, იმიტომ რომ ღმერთის სინათლე არის თვალის მომჭერი და ვერცერთ ადამიანს და ანგელოზებიც კი ვერ ჭრეტენ ისეთი დიდი სინათლეა. აი ეს სწავლება მოგვეცა. ეხლა რატო მოგვეცა ეს სწავლება და რა კონკრეტულად ჩვენ რა უნდა ვისწავლოთ, რომ აი ჩვენც ხო გამოვიყურებით ადამიანურად. აი ჩვენი მიზანია ჩვენც ქრისტესავით ფერი ვიცვალოთ. როგორებიც ვართ, ასეთები კი არ დავჭეთ. აი ნახეთ ახლა რას გულისხმობს ეგ, როგორები ვართ. ჩვენ რო 64 დავკარგეთ, ადამიანი ყველა მას შემდეგ არის ეგოისტი, ამპარტავანი, მომხვეჭელი, აი სათავისოთ უნდა. ყველაფერი უნდა რომ თავისთავი ყოველთვის გაიმართლოს, სხვა დაადანაშაულოს და აი ყველამ პატივისცეს და ასე თქვა დიდებაში ამყოფოს. ასეთი გახდა ადამიანი. მაგრამ ქრისტე გვასწავლის, რომ ასეთი ცხოვრებით, ასეთი მიდგომით ჩვენ 64-ს ვერ დავიბრუნებთ. ესე იგი ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი თავი კი არ უნდა გავამართლოთ. რაც არ უნდა სხვა იყოს დამნაშავე ჩემ ცხოვრებაში, მე უნდა ჩემში ვიპოვო ის ნაკლი მე რაში შევცოდე უფლის წინაშე. ანუ სხვათა მიმართ ვიყო ლომობიერი და გულკეთილი და სათნოებით ახსავსე და საკუთარი თავის მიმართ ვიყო მკაცრი და შეიძლება დაუნდობელიც, იმიტომ რომ თუ კი რაიმე არ მომეწონა, ყველაფრის საფუძველი ვიპოვოთ ჩემს ცოდვაში. აი ეს არის ქრისტიანული მიდგომა. ეხლა როგორ შეიძლება ეს ფერის ცვალება განხორციელდეს? პირველ რიგში ვთქვათ, რომ ჩვენთვის ბედნიერებაა, რომ განა მარტო ქრისტემ იცვალა ფერი, ვინც ქრისტიანი ხდება, ანუ მოინათლება, იმას უკვე შეუძლია თვითონაც იცვალოს ფერი. ანუ ესე იგი იყოს, თქვათ, ცოდვილი, იყოს აი თავისი ეგოისტი, მომხვეჭველი და ცხოვრების შედეგად, სწორი ქრისტიანული ცხოვრების შედეგად ეს მანკიერი თვისებები მოიშოროს. აი ნახეთ ახლა კიდევ ერთი მაგალითი სახარებიდან. როდესაც ქრისტე იცოთ რომ სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და გადაგებდა, ერთხელაც მოვიდა ერთ-ერთ სოფელში და ამ სოფელში ბავშვებო იმდენად ბევრი ხალხი იყო, რომ ერთ მეზვერე არის ხარკების ამკრეფი კაცი, რომელსაც ზაქე ჰქვია, ზაქესაც მოუნდა ქრისტეს ნახვა, მაგრამ ეხლა ზაქე მიცის, რომ ხალხს ამწარებდა, არა ღვთისნიერად ცხოვრობდა, უკეთურად შეიძლება უხთოთ და მარტო მომხვეჭველობაზე და რაღაცა მატერიალური სიკეთისთვის ცხოვრობდა. ამიტომ მან იფიქრა, რომ ღმერთი კი მოვიდა, მაგრამ ალბათ ჩემთვის არ მოვიდა. ის ალბათ მოვიდა მართალი ხალხისთვის და ჩვენაირ კაცს ღმერთი როგორ დაელაპარაკება. იფიქრა. ხო და ამ დროს ესე იგი ძალიან მოუნდა ოღონდ იფიქრა, ეხლა მე რა ჩამაგდებსო, მაგრამ უბრალოდ დავინახო მაინც. და დაბალი იყო ტანით. ამიტომ აძვრა
ლეღვის ხეზე და ასეთ ფეხის წერებზე იქაც დგარო თვალი მოჰკრას და უცბად გაჩერდება ქრისტე, აიხედავს ლეღვის ხეზე და დაინახავ ღმერთმა ხო ყველაფერი იცის, ჩვენი ფიქრი იცის, ჩვენი გულის ნადები იცის და ეტყვის ზაქე ჩამოდი შენთან მოვდივარ დღეს. ზაქე გაუგანდება, იმიტომ რომ მას ეგონა რომ მარტო მართალი ხალხისთვის და წესიერი ხალხისთვის მოვიდა ქრისტე. ნახეთ რა მაგარი სწავლება, ამით ღმერთი გვეუბნება რომ ვისაც ღმერთი უნდა ყველასთვის მოვედი. ეხლა რითი გადარჩა ზაქე? ანუ სახში ღმერთს შეიძლება სახში მოსვლა ამ დროს ნიშნავდეს კიდეც რომ გულში მოუვიდა ზაქეს და ზაქე უცბად შეიცვალა, ფერი იცვალა ზაქემ და ადგა და რაც ფული ჰქონდა 2 მაგათ, 4 მაგათ, 10 მაგათ დასცა და ესე იგი დაურიგა ხალხს და რო იტყვიან კაპიკი აღარ დაიტოვა, იმიტომ რომ მის გულს ღმერთი შეეხო და ის მიხვდა რომ მატერიალური დოვლათის მოგროვება, თანამდებობის მოგროვება, თუნდაც ავტორიტეტი, თუნდაც თასების აღება, ოლიმპიური ჩემპიონობა, გოლების გატანა და რა წარმატებასაც ჩვენ ვეძახით, დიპლომების აღება, რაღაც სახლების დიდი სახლების გამართვა, დიდი ბიზნესის აწყობა, აი ეს ყველაფერი ზაქემ ჩათვალა რომ არის ნული. იმასთან შედარებით, რასაც ქვია ღმერთთან შეხვედრა. და აი ძირითადად ამას გვასწავლის ეს სახარება, რომ ჩვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ მატერიალურად სწორედ ავაწყოთ ჩვენი ცხოვრება და რაღაცა ბედნიერება მოვიპოვოთ, არამედ ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენ ღმერთი ვიპოვოთ, დაკარგულ ღმერთთან აღვადგინოთ კავშირი. აი ეს არის მთავარი სწავლება, ჩემო ძვირფასებო. და ყველაზე საინტერესო რა არის ახლა? რომ თითოეულ ჩვენთაგან შეგვიძლია ფერი ვიცვალოთ და ყოველდღიურად შეგვიძლია ეს განვახორციელოთ. ამისთვის უნდა ღრმად ჩავიხედოთ ჩვენში, ვიპოვოთ ჩვენი ცოდვები და მერე შევუდგეთ ამ საქმეს, რასაც ქვია ცოდვების აღმოფხვრა. ვაღიაროთ ცოდვები წინაშე კაცთა და წინაშე უფლისა, ანუ მოძღვრის წინაშე ვაღიაროთ აღსარებაში, წაგვეკითხება შენდობის ლოცვა და ღმერთი წაშლის ჩვენში ამ ცოდვებს. აი ასე აღსარებითა და ზიარებით შესაძლებელია ნელ-ნელა ადამიანი გადასხვაფერდეს. ანუ იყოს ბოროტი, გახდეს კეთილი, იყოს შავი, გახდეს თეთრი, იყოს გულღრძო და გულ დახურული, მოკუფრული, მოწყენილი, რაღაც სევდიანი და აუტანელი და გახდეს ლაღი, მოსიყვარულე, თავმდაბალი, ხო, იყოს ამბარტავანი, გახდეს თავმდაბალი, კაცთმოყვარე და ასე შემდეგ. ესე იგი, ეხლა მე ერთი ადგილი გამახსენდა მამა ბასილმა როგორ აგვიხსნა. აი წარმოიდგინეთო, ჭიქაში ასხია წყალი, სავსეა ჭიქა. ეხლა ჩვენ თითო წვეთს ვამატებთ ღვინოს. ერთი წვეთი ღვინო რო ჩავამატოთო, მამა ბასილი გვეუბნება, ამ ჭიქიდან ერთი წვეთი წყალი გადმოიყრებაო. მეორე წუთს მეორე წვეთი ჩავამატოთ, კიდევ ერთი წვეთი გადმოიღვარა და ასე ნელ-ნელა თითო წვეთობით რომ ჭიქაში ჩვენ ცხოვრების ღვინოს, ანუ ღმერთთან ყოფობის სიყვარულს ჩავამატებთ, მოკლე პერიოდში, მოკლე შეიძლება ეს იყოს 2 თვე, 2 წელი, შეიძლება ცოტა მეტის დაჭირდეს ადამიანს, ეხლა ეს დრო ღმერთმა ჩვენზე უკეთესად იცის, მოხდება ისე, რომ ესხა წყალი და ამ თითო წვეთობით გარკვეული დროის მერე გახდა ღვინო. აი ასე უნდა გამოვწვრთნათ და ასე უნდა, ესე იგი, მოვიმუშაკოთ და მოვიმოღვაწოთ ჩვენ ღვთისმსული და როგორც ჩალო ამონაშვილი გვასწავლის, თუ თავიდან ეს იძულებით უნდა გავაკეთოთ, იძულებით რას ნიშნავს? ესე იგი, თავიდან მე მიდრეკილი ვარ ზარმაცობისკენ, ტყუილი რო თქვა, ბინძური სიტყვებისკენ, განკითხვისკენ ადამიანისკენ, მაგრამ ნელ-ნელა მე რა უნდა გავაკეთო, იცი, ბრძოლა რა არის ჩემ თავთან, ის კი არ გავაკეთო, რაც მე მომინდა.
არამედ რასაც ქრისტე მასწავლის და ქრისტე რასაც მასწავლის ცნებებში დამიწერა ლამაზად. ანუ ნახეთ, ჩემს პირად სურვილებს ვამჯობინებ ღმერთის ცნებების შესრულებას. აი ეს არის თითო წვეთი და ნელ-ნელა ეს ქრისტეს მცნებები თავიდან თუ ვიიძულები, ანუ ვაიძულებ ჩემ თავს, რომ ქრისტეს ცნებები დავიცვა და არა ჩემი სურვილები შევასრულო, 1-2 წელიწადში თუ 10 წელიწადში ეს მცნებები ჩემი ხდება და კი აღარ მიძნელდება ცნებების შესრულება. პირიქით მიადვილდება. აი ახლა მე ორი ელენე ვიცი, ელენე ძაძამიძე და ელენე ძინძიბაძე, ხო და ისეთი ჩვენი გულსუფთა გოგონები არიან, ბუდე ქართული გოგონები, რომ ამათ წირვა რო გააცდინონ, ის უფრო უჭირთ ვიდრე წირვაზე რო დაესწრენ კვირას. ამათ რო სხვაზე ცუდი თქვან, ის უფრო გაუჭირდებათ. აი რო დაავალო რა, მიდი აი ახლა გამოდით და ანა მარია ლომიძეზე თქვით, რომ ესეთი ცუდი გოგოა. ვერ შეძლებენ, მოკვდებიან, აი არ შეუძლიათ, ისეთი სუფთა ბავშვები არიან, მიხდით და მით უმეტეს პატრიარქზე რო დაავალონ ახლა და მილიონები რო გადაუხადონ და მეუფე შიოზე თქვით, რომ ეს არ იქნება ღირსეული კანდიდატი. ესენი ეტყვიან, ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება მეუფე შიო, მაგრამ ვიცით, რომ პატრიარქმა მეუფე შიოს დაუტოვა, ხო, თავისი ესე იგი კანდიდატურა გადასცა და თქვა, რომ ჩემ შემდეგ პატრიარქი უნდა იყოს მეუფე შიო და ჩვენი წირისი გვჯერა, რომ პატრიარქმა ღვთისნება განაცხადა ერში. ეს ჩვენი გადასაწყვეტი კი არ არის, ჩვენი გემოვნებით კი არ უნდა ავირჩიოთ, ჩვენ უნდა გავიგოთ უფლისნება რომელია და უფლისნება განგვიცხადა ჩვენმა პატრიარქმა, რომ ჩემ შემდეგ პატრიარქი იქნება მეუფე შიო. მიხდით რა ადვილია, არაფერი რთული აქ არ არის. და როცა ადამიანი წლების განმავლობაში ასე სუფთად აღიზრდება მართლმადიდებელ ოჯახში ქრისტიანული ტრადიციებით, იმისთვის ცუდი საქციელის ჩადენა უფრო ძნელია, ვიდრე კარგი საქციელის. მიხდით ბავშვებო, ანუ ის ცნებები ქრისტესი შენი ხდება უკვე საკუთარი და შენ ამის გარეშე ცხოვრება უკვე აღარ შეგიძლია. აი ასე ნელ-ნელა ფერი შეგვიძლია ვიცვალოთ ჩვენ ჩემო ძვირფასებო. მოვედით კურთხეულნო, მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ, გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სუფლისაით. რაოდენი არა უყავთ ერთსა, ამას წირეთაგან სამი არა მიყავთ და წარვიდნენ ესენი სატანჯველს სასაუქუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუქუნესა. სახე რომელიც ეძებს მაცხოვარს, ამას გავახსენებ. ანუ შეხედე ის ებრაელებისგან ისე იყო მოძულებული, რომ სინაგოგას ვერ ეკარებოდა. სინაგოგასთან რო გაეარა მოკლავდნენ, იმიტომ რომ შეძულებული ყავდა, ეს ცოდვილი კაცი ითვლებოდა. მაგრამ იცით რა გაიგო? გაიგო, რომ ქრისტეო თურმეო ცოდვილებსაც შეიწყნარებს. მიიღო ერთი ნახავ იქნება მე რამე მეშვენოს. შეაწუხა თავისმა მოხვეჭელობა. ამ წუთი სოფლის სიყვარულმა შეაწუხა, შეაძრწუნა და საშველს ეძებს. როცა საქე ადის ხეზე, მას მაცხოვრებლებმა ჩამოდის ისწრაფე და გარდამოხედ. დღეს შენთან მოდიო. უფალმა ფერი ისვალა თაბორის მთაზე, მაგრამ მთავარი სწავლება ის მოგსა ჩვენ აქ, რომ ადამიანს შეუძლია რომ იცვალოს ფერი. დილით ჩვენ კვირა დღეს რომ წამოვედით, ვეზიარეთ, ვილოცეთ, პარაკლისი გადავიხადეთ და ისე ჩამოვედით. არასოდეს არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ღვთის სიტყვას. ის რამდენადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ჩვენ კაცრი, რამდენადაც ჩვენ ამას ვერ უძლებდეთ თუ ვერ ვიღებდეთ. თუ გინდა გამომხევი, თუ გინდა გამიშვი, გზად თუნდაც სავიმღეროთ, ვეცადოთ რა გვიშლის, ბევრი მაქვს მოსაყველი, პატარა ამბავი, ხალისი წამოიღე, სიტყვი აქ არის.
თბილი აქ და ყველა ისეთია, როგორც სინამდვილეში არის, ანუ ყველა რეალურია. ჩვენი მაგალითით ადამიანები უნდა მიდიოდნენ ღვთის გზაზე. ფერი ვიცვალოთ, სასიკეთოთ და ასე თქვა გადავარჩინოთ ერი. საკუთარი და ვიგუნდაოთ. და ვიგუნდაოთ. აქ ყველაფერი იწყება ლოცვით, სიყვარულით, ერთმანეთის პატივისცემით და მე აღნიშნავ იმასაც, რომ აქ თვითონ უფროსებსაც, პედაგოგებსაც აქვთ ერთმანეთის მიმართ ისეთი სითბო და სიყვარული და ეს იმდენად ჩანს, რომ ეს ბავშვების გულებამდეც მიდის და ეს მერე გადამდებია. ფერი უნდა ვიცვალოთ ყოველ დღე და ერთი ნაბიჯით მაინც უნდა წავიდეთ წინ ყოველ დღე ჩვენს რა თქმა უნდა სულის ასამაღლებლად და ყოველ დღე უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რაც ჩვენ სულს არგებს. ერთი წეთი რო ჩავაგდე. ამ დროს გვინო კი ჩავიდა, მაგრამ იქიდან წყალი ხო გადმოვიდა იგივე ერთი წეთი. ორივე ერთად ხო ვერ გაჩერდება თუ პირამდეა საზღვარი. მეორე წეთს რო ჩავაგდე. ისევ გვინით გაჯერდება და წყალი ისევ გამოიდევნა. და თუ ყოველდღიურად თითო წეთი ჩავაგდე, მაშინ გამოარო ეს გვინო, ანუ საღვთო აზროვნება გამოდევნის იმ ჩვენს ადამიანურ ხორციელ, მიწიერ და ამწუთი სოფლის აზროვნებას და იქნება მთლიანად გვინო. ოღონდ დროთა განმავლობაში ეს ერთ დღეში არ მოხდება. ვინ გადაწყვეტა დილიდან ყველამ რასაც მოგვიტანენ სამშობლოსა და დედის სიყვარულით მივირთვათ. ეს ერთი მცირე გავაკეთოთ. რაც სანამ აქავა. თუ ფერის ჩვალება, ფერის ჩვალება. მეც არ მიყვარს, მაგრამ ხვალიდან მიყვარს ჩამოჭამა. სამთარია თომა გამიწოდა თეთრი ხელი და პატარა ფიფკვაც დამიგდია ციდან რთები მერე რა რომ ცივა თეთრი ფიფკი ცვივა ნათვის ხეს ხომ შვენის ვერცხლის წვიმა უხარიათ ბავშვებს აკეთებენ თოვლის პაპას და თოვლიან გზებზე მოგვიყვება ღამეს ხავას ამხერებს გულებს გათეთრებს ქუჩებს ახალი წლის გადაგვიშლის ფურცე ნელა ნელა იპარება ფანჯარასთან ზამთარი მერე რა რომ თოვლი მალეცნება რჩება თეთრი ზღაპარი ამოხვალთ კიდე? სუფს ჭამთ? გაბრიელ მაგრამ არ მოგეწონა ბიჭო? არ მოყავს. არა? მაგრამ ვეფხის ტყაოსნობა იცი რა არის? რაც არ გინდა იმას რო გააკეთე. აოთანდილმა იცი რა უთხრა ტარიელს. რაც არ გინდა ის უნდა გააკეთო, კაცობა ეგ არისო თორე. დღევანდელობაში ხალხი ფიქრობს, რომ მარტო ის უნდა აკეთონ, რაც სურთ და რაც თვითონ გაახარებთ და გააბედნიერებთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთი საქმის კეთებისას შეიძლება სხვა დავაზიანოთ და ასევე დავაზიანოთ ჩვენი თავი. დაგვავიწყდეს თავშეკავება, მოყვას ის სიყვარული და მხოლოდ ჩვენ თავზე ფიქრობდეთ. ამიტომ ფერის ცვალებით ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენს შინაგან მეს ცოტა დავთრგუნოთ და ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ სულიერად გაგზრდის და აგვიყვანს ღმერთთან. მივიღე ის საკვები, რასაც არ ვიღებდი და რაც არ მინდოდა და მე ყველაფერი ვეცადე, რომ ეს სახელი რასაც ქვია, აი პირდაპირ მნიშვნელობით მომხდარიყო ამ ბანაკზე და შევეცადე, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ზუსტად ფერის ცვალება დარქმეოდა ამ ბანაკს. შევიყვარე სუფი. და ან თუ აქამდე ვერ ჭამდი, ახლა უკვე დიდი სიყვარულით შევჭამ და გამახსენდება ყოველთვის ბაკურიანის ბანაკი.
მართლა ფერის ცვალება მოხდა ჩვენ გულებში და სულებში. მივხვდით რომ მართლა უნდა ვანათოთ ერთმანეთი და მართლა მთლიანი გული უნდა ამოვიღოთ და დაუდოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ამ ქვეყნიდან მეც ვერაფერს ვერ წავიღებთ. ისე შევიყვარეთ ერთმანეთი, როგორც უფალმა შეგვიყარა ჩვენ. გაიღიმე ნიკოლოზი. ხატებთან ერთად. აი ჩემი მოგზაურისავით არის ეს ჩემი დროშა. ჩემი სიმდიდრეა და ეხლაც მაქვს აქ და მინდა რომ წარმოგიდგინოთ. გულში მაქვს. აუცილებლად ყველა ემიგრანტს უსურვებ ჩამოსულიყო ჩვენ სამშობლოში. დაუძახეთ აბა დაბრუნდით! მე მინდა თქვა რომ ნამდვილად ჩვენ გულებში უდიდესი ფერის ცვალება მოხდა. მე გადავწყვიტე რომ არასდროს არ დავტოვებ ჩემს სამშობლოს და ყოველთვის გვერდში დავუდგები, თუ მას გასაჭირი ექნება. აქ ისეთი საქმეები გაკეთდა რომ შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ღმერთს მივუწოდით ჩვენ გულებში, ჩავეხუტეთ და ჩავჩურჩულეთ გულში რომ ჩვენი საქართველო გადაარჩინოს. თავისუფლება Sicily.